Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver bir yemin et sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu kimi suçsuz tatlı küçük yalancılar. Bu gizli sırla dolu bir hikaye. Karanlık gözler var üzerimizde. O her şeyi biliyor, o her şeyi görüyor. Kim dost, kim düşman bir bilmece. Gece, gündüz, korku içinde. Bizden ne istiyor, bizden ne istiyor? Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver bir yemin et sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu kimi suçsuz. Serial წარმოგიდგენ თაჯარებით კონი. გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. პატარა საყვარელი მატყუარები. მე-6 სერია. Eren. Eren. Saatxar. Abonenti მიუწვდომელია. გიგონა და უზელი დარჩებოდი ჩემთან თამაშის გამო. დოპრაკი გადაარჩინო, ნახო დასწრეს თუ გადაარჩენ. არც პოლიციამ, არც ოჯახმა, არც მეგობრებმა არ უნდა გაიგონ ასლის დაკარგვის შესახებ. თორემ ვეღარასდროს ნახავ.
გამარჯობა. გამარჯობა მასწავლებელო. ებრო არა? დიახ, მასწავლებელო. ებრო რაღაც მინდოდა მეკითხა, ასლი ხომ არ გინახავს სასწავლებელში? არა, ჯერ არ მინახავს. უფრო სწორად დილით ერთად ვიყავით, მერე კი სადღაც წავიდა. რატომ რამე საქმე გონდა? რამე ხომ არ გითხრა? არა, არაფერი უთქვამს. მესიჯი მოუვიდა. ალბათ ვიღაცასთან აპირებდა შეხვედრას. მაშინვე წავიდა. ვინ იყო? რომელი მეგობარი? არ უთქვამს. ალბათ ვისაც ემესიჯებოდა. მასწავლებელო, რამე მოხდა? არა. დღეს დავალება უნდა შეებარებინა და ცოტა შეეგვიანდა. მიზეზის გაგება მინდოდა. გინდათ გაიგოთ სიმართლეს გეტყვით თუ არა? ხო, კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. მასწავლებელო ერენ. მასწავლებელო. მართალია რაც გავიგე? რატომ გვიმალავდით? და რას გიმალავთ მასწავლებელო? თქვენი დიდი საიდუმლო. გამჟღავნდა. არც ჩვენ ვიტყოდით უარს კონცერტზე. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენს ასისტენტებს რომ არ ეთქვათ ვერასდროს გავიგებდით, ყველა აღფრთოვანებულია. მადლობა. ჩვენს გვინდა მოსმენა. მომდევნო ჯერზე გითხარით თქვენი კონცერტის შესახებ. ახალგაზრდობა გავიხსენოთ, არა ბაჰადურ? ხო, აუცილებლად მოვალთ. როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. როცა გაგეხარდებათ მასწავლებელო, ნახვამდის. მისმინე, ჭირდები. ხო, რაც შეიძლება მალე. შეკითხვას უნდა მისვამ. ერთი ადამიანის ადგილსამყოფელი მინდა გავიგო. უფრო სწორად ტელეფონის. შეგიძლია რომ მოახერხო? არ მეკითხო მეთქი. ნომერს მოგზერ. კარგი. გამაგებინე. მიდი. თამაში დაწყებულია. თუ გაემარჯვებ, აღარ ჩავდგები თქვენ შორის, გვირდები. მაგრამ თუ მე გამემარჯვე, ასლის ვეღარასდროს ნახავ. ნახოთ რამდენად ძლიერია თქვენი სიყვარული. გიყვარს თუ არა იმ დონემდე რომ თავი გაწირო? გამარჯობა. შეიძლება დავჯდე? რა თქმა უნდა. დაჯექი. ძალიან ცხელა არა? სანერვიულო არაფერია. ხომ ისი უკვე ვინც ვარ? მე კი ის ვიცი, რაც თქვენც იცით. მისმინე. ტოპრაკი თავისუფალია. ეს კი ნიშნავს, რომ აჩელიას მკვლელი სადღაც თავისუფლად დადის. მაგრამ ნუ გეშენია. მე ყველაფერს გავაკეთებ მის დასაჭერად. ზუსტად ამ მიზეზით ვარ ამ სასწავლებელში.
შენს და შენს მეგობრებსაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკოთ. თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ, შეგიძლია მენდოთ. შევთანხმდით? რა ზეთყვი? შევთანხმდით. მისმენე. აი ეს ჩემი ნომერია. დღე იქნება თუ ღამე, ნებისმიერ დროს დამირეკეთ. მე შორს არ ვიქნები. აბა ნახვამდის. ნახვამდის. ბარიშ ჩემო ჩიტონია ჰანდე ახლა ამ წუთას გიუვენი იყო ჩემთან მოსული რა უნდა და მითხრა რომ ჩვენ ვიცით რასაც წარმოადგენს ჩემი ნდობა გქონდეთო ებრუ რამე ხომ არ გითქვამს არაფერი მithქვამს მაგრამ უნდა გენახა რა კეთილგანწყობილი იყო ვიფიქრე ხომ არ გვეთქვა ჩვენი პრობლემების შესახებ იქნების ებრუ არც გაბედო ჩვენ ვერავის ვერაფერს ვეტყვით ეს შენს კარგად იცი მით უმეტეს პოლიციას აქ რა ხდება რა ხდება ძვირფასო მერე გადმოგირეკავ ბარიში აქ რაღაცეებს მაიმუნობს რა შეასაქმე რა საკეთებ შენი აზრით ჩემი აზრით სახსანგრე ეს რა მადლობის მაგიერია არც გიხსნენია უნიტაზი ეჭედებოდა და შევაკეთე ეს რა კანალიზაციის წყალია რა თქმა უნდა სუფთაა ვერ ვნახე წყალი საიდან იკეტებოდა ხო და თან ვაკეთებდი თან წყალი მოდიოდა ხო და ცოტა წყალიც დაგროვდა ახლა ამას მოვწმენთ და გაშრება შენი გასაკეთებელია ჩვენი უნიტაზი აბა რა მექნა მოვეწყინე უსაქმოს ჯდომა არ შემიძლია ვიფიქრე დროს მოვკლავ მედგიშანს მოსვლამდე სამზარეულოში მაცივრის შეკეთება დავიწყე მაგრამ 2 წუთში მორჩი მერე დერეფანში ნატურა გამოცვალე სასტუმრო ოთახის კარი შევაკეთე რომ არ იხურებოდა ხო და აი უნიტაზამდეც მივედი მადლობის მეტი რაღა მეთქმის მაგრამ შემდეგში დამირეკე და მკითხე საიდან იკეტება წყალი სასამართლოში რომ იყავი იმიტომ არ დავრეკე ხო მართლა გამოუშვეს თქვენი მეგობარი ხო ტოპრაკი თავისუფალია გილოცავ მადლობა არ მეგონა თუ ისევ აღმოჩნდებოდი ახოდესმე ყველაფერი დამთავრდა გადარჩი არ გადარჩენილ ვარ შენ გადამარჩინე მე არა დედამ გადაგარჩინა უпростоრად დედამ კი არა იდუმალმა უცნობმა დედამ ვერ გაიგო ვიდეოფირი ვინ გამოაგზავნა ვერა ფიქრობ რომ 100 ნამოქმედარია არ ვიცი ერთი ის ვიცი რომ დანაშაული შენ დაგაბრალა და პოლიციას ჩაგაბარა მერე რატომ უნდა დაგხმარებოდა რაღაც უაზრობაა ხო თითქოს სანამ ესაა ჩვენ ორმოებს გვითხრის ვიღაც მათ ამოვსებას ცდილობს შეიძლება ასეც არის ჩვენი იდუმალი მტრის საპირისპიროდ იდუმალი მფარველიც ყავს საჰილ, როგორ ხარ? გამარჯობა მასწავლებელო. ჩემს კაბინეტში ვიღაც იყო შესული. შეგიძლია კამერები შევამოწმოთ. რამე დააშავეს? არა, მაგრამ კარგი იქნებოდა გვენახა. ნახოთ მასწავლებელო, მაგრამ დეკანის ნებართვაა საჭირო. გინდა სიმართლე გაიგო.
მობრძანდით. რა მოხდა? ბატონო პროფესორო, ვიდეო ფილმების ნახვა მჭირდება. თქვენი ნებართვა საჭირო. რაში გჭირდება ვიდეო ფილმების ნახვა? ჩემს კაბინეტში სტუდენტები შევიდნენ და ძალიან ცუდად იხუმრეს. მინდოდა გამეგოეს ვინ გააკეთა. რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. აღარ მინდა რომ ასლეს გვერდით გნახო. არ მიუახლოვდე ჩემს ქალიშვილს. და მიზეზი? რა უნდა უთხრა თუ კი ასლი მკითხავს, რატომ აღარ უნდა ვიმეგობროთო? იმიტომ რომ მამამის თავისი საიდუმლოებების გამხელა არ სურს? უზრდელა, ასე გაგზარდეს შენმა მშობლებმა. ჩემ მშობლებს შეეშვი და საკუთარ თავს მიხედე. ვუთხრა ასლის რომ ცოლს ღალატობ თუ არა? ერთი სიტყვას რომ თქვა. გეფიცები. ძალიან განენებ. მე ენას კბილს ვაჭერ. თუმცა ამას თავისი ფასი აქვს. მაინც რა გინდა? მითხარი. დასაწყისისთვის საერთოდ ასე არ ხდება ხოლმე. გამიკვირდებოდა რომ გამოგვიჭირა. ვინმეზე გაქვთ ეჭვი? არა. მადლობა სახელ, შეგაწუხე. რას ამბობთ მასწავლებელო? მადლობა. ჩემი გოგო, სახლში კაცი შემოუშვი, საქმის მეტი რა იქნება? აბა რამდენი ხანია ამ სახლში კაცი არ ყოფილა? რამდენი ხანია? რაც მამა შენი წავიდა. საკმაო ხნის წინ საიმისოდ რომ სახლში ამდენი რამე ყოფილიყო შესაკეთებელი. რა მალე გარბის დრო? ერთმანეს ნახულობთ? მეტი საქმე არ მაქვს. რისთვის უნდა ვნახო? შენს გამო სულ გავისვარე. შხაპი უნდა მივიღო სანამ სასწავლებელში წავალ. მეც დასაბანი ვარ. ერთად ხომ არ მიგვიღო შხაპი? დროის ეკონომიასაც გავაკეთებდით. რა სიტყვი? რა სიტყვი საყვარელო? ამ სულ ჩვარს სულ თავში გირტყამ. უზრდელო, გადი აქედან. მიდი დაახვიე. მიდი. ჭკუაზე არ ვარ, როცა ასე იქცევი. მე შენ გადაგიყვან ჭკუიდან. აბა გავიდა. სულელი. მადლობა. ვინ არის? ვინ შეიძლება იყოს ა? ეჭვი არავიზე გქონიათ? არავიზე გიფიქრიათ? ალბათ, ვისაც ჩვენი რაღაც ჯინი სჭირს. ჩემიც. ალბათ უფრო ჩემი. ვიღაცას იმდენად ძულვა, რომ მზად არის მთელი ცხოვრება ციხეში გამომკეტოს. ნეტავ ისეთი რა უნდა დამეშავებინა მისთვის. ასე ნულაპარაკობ. რა უნდა დაგეშავებინა? იქნებ ჩემი გულისთვის სურდა შენზე ჯავრის ამოყრა. რატომ? ერთი რამ მინდა, რომ შემბირდე. ამიერიდან თუ კი ეს ისევ შეგაწუხებს, მაშინ მე მითხარი. მითხარი, კარგი? კარგი. მინდა რომ შენს გვერდით ვიყო. Toprak.
ო, ჯანეთ, აქ ვარ, ახლავე. მამა გეძახის. თუ მზად ხარ, უკვე უნდა გავიდეთ. ყველანი დედას სანახავად მივდივართ. კარგი, წავალთ. რა საჩქაროა? ადრე დედას არ ალოდინებდი ხოლმე. მოხდა რამე? მე უკვე წასვლას ვაპირებდი. მართლა ნუ ალოდინებ. ალბათ როგორ უნდა შენი ნახვა? კარგი, მაშინ მერე დაგირეკავ. კარგი. ნუ გამომყვები მე თვითონ. მამა შენსაც დავამშვიდობები. კარგი. როგორც გინდა. გამაგებინე თუ რამე ახალი იქნება. კარგი. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის ჯანეთ. ნახვამდის ძვირფასო. რაზე ლაპარაკობდით? ეს შენ არ გეხება. რაც შენ გეხება, ის მეც მეხება. არ მინდა რომ ამ გოგოსთან ასე ახლოს იყო. საკმარისი ტკივილი მოგაყენა. მეტის უფლებას აღარ მივცემ. ჩემთვის ტკივილი სელინს არ მოუყენებია. კარგი, როგორც იტყვი. თუ აჩელიაზე გაქვს ეჭვი და სულ არ ფიქრობ, რომ მას შეიძლება სელინი ეხმარებოდა, მაშინ აღარაფერი მაქვს საქმელი. ასე რატომ იქცევი, ჯანეთ? როგორ ვიქცევი? შენი როდისი როგორც იქცევი? ნუ ვილაპარაკებთ ერთი და იგივეს. მე შენი მაშინ მჯეროდა, როცა არავის ჯეროდა. შენ კი ახლა ყველაფერს აკეთებ, რომ მე არ დამიჯერო. მე ეს არ მეთქვამს, უბრალოდ ვიცი. ვიცი როგორია, როცა ტყუილად გაბრალებენ რამეს. მე ვერ მოვექცევი ასე სხვას. ჩვენ ვერ მოვექცევით. ან შენი რატომ არ უნდა მჯეროდეს? ხომ იცი როგორ გიყურებ? შენ იცი რომ არავის აყვარები ისე როგორც მე მიყვარ ხარ. ჯანეთ, არ მინდა გაწყენინო. გთხოვ. ოდესღაც მიხვდები რომ მართალი ვარ. მოუთმენლად ველოდები ტოპრაკის სახის გამომეტყველების ნახვას, როცა გაიგებს, რაც გაუკეთე. ლოცულობდი? ბევრს ნუ ლაპარაკობ, მიდი შენც. ჰანდე. ჰანდე, მოვედი. ჰანდე. ხმა არა მოიღო, თორემ მოკლავ. რა მოხდა? ჰანდე. აბაზანაში ხარ? ხო, დედა. ჩამოხვედი? ხო, ძვირფასო. შენ ხომ კვირას უნდა ჩამოსულიყავი? ნუ ღარ მკითხავ, კრებაზე დამიბარეს, უნდა გამოვიცვალო და წავიდე. აბა დაქალთან უნდა დავრჩენილიყავიო? კი, უნდა დავრჩე. ვიბანავებ და ეგრევე წავალ. მისმინე, ჩემს აქ არ ყოფნაში ლექციებს ხომ არ აცდენდი. აბა რას ამბობ? მალე გამოხვალ? შეგხედო მაინც სანამ ბანკში წავალ.
ხო, მალე გამოვალ. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. მიდი. მოდი ჩემთან. ნეტა იცოდე როგორ მომენატრე. მეც მომენატრედე. ბებია როგორ არის? უკეთ. არის სიამოვნა უკან წამოსვლა რომ მომიწია. ცოდუა. ისევ მარტო დარჩა. საბედნიეროდ საავადმყოფოში კარგად უვლიან. სხვანაირად ვერ დავტოვებდი. უნდა გენახა როგორ ევლებოდნენ თავს ექიმები. მითხრეს რომ მდგომარეობა უკეთესია. საჭმელი ძალიან კარგია. ღმერთმა არქმნას, მაგრამ ადამიანს სუდად ყოფნა მოგინდება ისეთი საავადმყოფოა. მაგრამ ძვირიც არის. ბევრი გადაიხადე? ოპერაცია მოვლა პალატა. არა უშავს. თავარია დედა უკეთ არის. რაღაცას მოვახერხებ. მოდი ჩემთან. უნდა წავიდე საყვარელო. კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს. კარგი დე? ჩემო სიცოცხლე. კინაღამ ინფარქტი მივიღე. ხოდა წასვლის დროც მოვიდა. სად უნდა წახვიდე? ბავშვი ხომ არ ვარ, რაღაცას მომახერხებ. რას ნერვიულობ? ნედა რატომ უნდა ვინერვიულო? უბრალოდ კითხე. ფული აქვს ჩემთვის მოსაცემი. ავიღებ და სასტუმროში გავჩერდები, სანამ ბინას არ ვნახავ. ან ისევ სასწავლებელში დავბანაკდები. ერთ რამეს გკითხავ. თავშესაფარში რატომ არ რჩები? იქ უფრო იაფია. შეიძლება ფულიც არ გამოგართვან. მირჩევნია ქუჩაში დავეძინო ვიდრე თავშესაფარში. გასაგებია? მე ყოფა იყოფნა. მადლობა მასპინძლობისთვის, გალბატონო ჰანდე. დიდი პატივია თქვენთან ერთად ერთ სახლში და ერთ აბაზანაში ყოფნა. თუ მღირსება, ოდესმე ჭკუა მოგემატოს. წუხვარ.
რაც უნდა მენახავ, ნახე. სულ დამავიწყდა. რა? დედას თავისი ბალეში უნდოდა. 100 ჯერ მაინც გითხრა რომ კისერის ტკივა. მაშინ მიუბრუნდეთ რომ არ ეწყინოს. კარგი შვილო, აი იქ მოვტრიალდები. ჯანეთ. გამომართვი. მადლობა. არაფრის. იმ გოგოს პორტრეტი დახიეს. ნედა რას ერჩოდნენ? სიცოცხლეშიც ბევრი ადამიანი აახევდა სიამოვნებით სახეს. არციან მოგწონდა? მეგონა მეგობრები იყავით. პირველივე შეხვედრიდან ვერ ვიტანდით ერთმანეთს. მაგრამ იმ ამბის შემდეგ პირველი მოვარდა საავადმყოფოში. მისგან ამას არ ველოდი. და ამის მერე შერიგდით. პრინციპში ასე ვერ ვიტყვი. იმის გაგება თუ რატომ ეპყრობოდა აჩელია კარგად ადამიანს შეუძლებელი იყო. მისი კეთილგანწყობის უკან ყოველთვის რაღაც მიზეზი იმალებოდა. საჩუქარი მომიტანა. რამდენიმე თბილი სიტყვა მითხრა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავუჯერე. საჩუქარი მოგიტანა? ხო, მუსიკალური კოლოფი მომიტანა საავადმყოფოში. ჯერ ისევ ჩემს ოთახში მიდევს. კიდევ რამე ხომ არ უჩუქებია? ანუ ხომ არ მოუტანია მეთქი? არა, რა უნდა მოეტანა? არაფერი. ისე გკითხე. დამელოდეთ, მე მოვიტან. ჩემს ოთახშია, საწოლზე დავდე. კარგი. ვინ ხარ? მითხარი ვინ ხარ? მითხარი.
გაჩერდი. გაჩერდი, ყველაფერს გეტყვი. პოლიციაში იტყვი ყველაფერს. ტყუილად ნუ დარეკავ. მე თავად ვარ პოლიციელი. აქ გამოძიების გამო ვარ. ნახე რა ზუგა ვარ. ისედაც ძლივს გადაურჩი პოლიციას. თუ გაიგებენ რომ მცემე, ცუდად გექნება საქმე. სრეგის ნებართვა გაქვს? პოლიციელის რომ იყო ეს არ გაძლევს ჩემ სახლში ქურდივით შემოსვლის უფლებას. ჩვენ ფარულ გამოძიებას ვაწარმოებთ. მიდი დარეკე. დარეკე მიდი. მე ვერაფერს ვერ მიზამენ. შენ კი პრობლემები შეგექმნება. წადი აქედან. ახლავე წადი ჩემი სახლიდან, მიდი. მივდივარ. არა, ეს ჩვენ გვეკუთვნის. სრეგის ნებართვის გარეშე ამას ვერ წაიღებ. მეხსიერების ეს ბარათი ძალიან მნიშვნელოვანი სამხელია. არ მინდა რომ რამე მოუვიდეს. თუ ასე მნიშვნელოვანია, თვითონ მოვიტან. თუ რამე არასწორად გავაკეთე, მე მექნება პრობლემები. შენ ვერაფერს გიზამენ. ასე არ თქვი? იპოვე სად არის ეს ადგილი? ხო, მივხვდი, ასეც ფიქრობდი. კარგი, ტელეფონი ჩართული გქონდეს, თუ დამჭირდები დაგირეკავ. ზარს ელოდე. ჯანდაბა. მომისმინე. ჩვენ წინა კვირას შევთანხმდით. შენ დაგაგვიანდა სამუშაო შესრულება. მე რა, გითხარი რომ ეგრევე გავაკეთებდი. აზრზე ხარ, მაინც როგორი სამუშაოა. წვისი ნომრებში შეღწევა იოლი ხომ არ გონია? არა, შენაირ არიფთან საქმე არ უნდა დამეჭირა. ბარიშ, სიტყვებს დაუკვირდი და რომ არ დაუკვირდე რა? ორ დღეში მუხლის ჯოქებზე დამიდგები და მეტყვი შეამოწმე რა ჩემი შეყვარებულის ტელეფონიო. ვითომ არ იცი? თავი დამანებე რა სანამ ნერვები მომშლია. ვინ ხარ? რა გინდა ჩვენგან? არ გეყო? მეტი რაღა გინდა? გამიშვი აქედან. გამიშვი. გამიშვი აქედან. გთხოვ, გამიშვი აქედან. გთხოვ, გამიშვი. გინდა გაიგო ვინ ვარ? მაშინ დაფიქრდი თუ ვისაწყენინე. კარგად დაფიქრდი, იქნებ მიხვდე ვინ ვარ. ხოლო დერძ გიკარნახებ. ნუ რა ვისენდობი. ყველაზე ახლო ბელსაც კი.
ბარიშ. შენთან სალაპარაკო მაქვს. რაზე? შენთვის სამუშაო მაქვს. რა სამუშაო? რასაც აკეთებ ხოლმე? არა, შენ მე არ გიცნობ, ბოდიში და არ შენი სამუშაო მაინტერესებს. მასწავლებელი ვარ, ერენ უსერი მქვია. თუმცა სკოლის სისტემაში შესვლას არ გთხოვ. ბევრი დრო არ მაქვს. ჩემგან რა სიტყვით, მასწავლებელო? სასწრაფოდ მჭირდება შენი დახმარება. ტელეფონის ნომერს მოგცემ და მინდა რომ მისი მოკლე ტექსტური შეტყობინება წაიკითხო. უпроსტოდ მე მინდა რომ წავიკითხო. მასწავლებელო, ეს თუ თქვენი ყოფილი ამბავი აქვს, თქო, მე ნუ გამრევთ. მისმინე, შენ რა საერთოდ არ გაინტერესებს? მე შენ საქმეზე გელაპარაკები. ასე არ არის? შეგიძლია ამის გაკეთება თუ არა? მითხარი. გავაკეთებ, მაგრამ ეს ასე უსებ არ ხდება. კარგი, რაც მალე მით უკეთესი. რამდენსაც გინდა იმდენს გადავერდი. ოღონდ ეს მესიჯები იპოვე. კარგი, ვიპოვით. ნუ ნერვიულობთ. შენ ირია. ოღონდ ხომ იცი ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ხვდები არა? ნუ ინერვიულებთ, არავის ვეტყვი. კარგი, ჩაჯექი. მისი თქმით ფარულ გამოძიებას აწარმოებს. შრეკისთვის ჩვენ სახლში შემოვიდა. ეს კანონსაწინააღმდეგოა. თან მემუქრებოდა რომ პრობლემები მექნებოდა. რა ვქნა, რა გითხრა ძმაო? ძალიან რთული სამუშაო გვაქვს. ყოველ წუთს შენთან ვერ გეყოლება. როგორც თავში დაარტყამთ, ისე იქცევიან. მე ვეკითხები თუ რატომ იქცევიან ისინი. მერე კი ბოდიში უფროსო. კარგი უფროსო. ბევრ ფილმს უყურებენ და თავი მაგარი გონიათ. მე კი ასეთ ხალხთან მიწევს მუშაობა. სუნა მოხმარ გნებავს. არა, გმადლობთ. არა უშავს ძმაო, არ ინერვიულო. და ველაპარაკები. მაგას ვაჩვენებ სეირს. მეტს აღარ შეგაწუხებთ. Aklını alırım ben adamı. Buldun mu kızda mıyım? იპოვე, იქ იყო. Buldum. ნახე. Kızdaymış. გოგოს ოთახში იყო. Da elimden kaçırdım. მაგრამ ბარათი ხელიდან Demek böyle გავუშვი. elimden რას ქვია ხელიდან გავუშვი? რომ გამოდიოდი ტოპრაკმა დამეჭირა. ტოპრაკმა? ო, ჯანეტის ნახევარძმა. ველობაში რომ ადანაშაულებდნენ. ეს გაწამართვა იმდენი ველაპარაკე რომ მოეცა. მაინც ვერ გადავარწმუნე. და რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? უნდა მივიდეთ და რამენერად Bir წამოვიღოთ. şekilde gideceğiz, alacağız o kartı oradan. უფროსო? ეს რა გააკეთე? ფარულად რატომ შეხვედი ადამიანის სახლში? მაინტერესებს. ახლა მოდი აქ და ამიხსენი რა ხდება. თორემ შენი დაპატიმრების ბრძანებას გავცენ. გასაგებია? Tamam amirim, hemen კარგი უფროსო, ახლა მოვა. emredersiniz. ახლა. Oğlum. მორჩა. Şimdi ცუდად არის ჩემი საქმე. აურა დაგვერხა. მოვედი. დედა. მელისა. ტოპრაკ? მოხდა რამე? კარგი, კარგი. რა თქმა უნდა. სახლში მარტო ვარ. თუ გინდა მოდი. კარგი, გეოდები.
ბოდიში აქ უნდა დავჯდე. ერთი სამუშაო გვაქვს. კიდევ რამდენი ხანი უნდა იყო ჩემზე გაბრაზებული? სულ ასე გაბუტულები უნდა ვიყოთ? მეგობრები ხომ ვართ? გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა მასწავლებელო, როგორ ხართ? კარგად, უფრო კარგად იქნება თუ თქვენს პროექტებს მორჩებით. ვნახოთ აბა, ვინ რა გააკეთეთ. სათითაოდ შევამოწმებ. რომელ გუნდსაც უკეთესი ნამუშევარი ექნება, პოდიუმზეც ის გამოვა. ერთად უნდა გვემუშავა, რომ არა შენი კაპრიზები. რაღაც კი გავაკეთე. ვნახოთ რა გამოვა. რაღაცეები მე შემიძლია და მეც გავაკეთე რომ იცოდე. ვნახოთ რომელი მოეწონება. მაინც რა გეწყინა? რატომ იქცევი ასე? გოგონებო, აბა ახლა თქვენი ვნახოთ. ჩვენ ორი ვარიანტი მოვამზადეთ. აი ეს ვისი დახატულია? ჩვენ ორივემ ერთად დავხატეთ. მე და მიუგემ. ერთად გავაკეთეთ. ყოჩახ. უფროსო. ამას არ გთხოვდით. უბრალოდ იძულებული რომ არ ვიყო. ასუმან მე მესმის. ყველას ყავს ოჯახები. თან კრედიტს იღდით. აქ კრედიტის აღების საშუალებას ვერ მოგცემთ. და არც სხვა ბანკში მოგცემთ. ვერ მოგცემთ. ეს მეც ვიცი, მაგრამ იქნება ამ ერთხელ მოხერხდეს. ეს რომ მხოლოდ მე მეხებოდეს, მაშინ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით. არ გეწყინოს. კარგ დღეს გისურვებთ. ქალბატონო ასომან, როგორ ხარ შვილო? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო მაგბულ. ძალიან ფერმკრთალი ხარ. ცუდად მეძინა, ცოტა თავიც მტკივა. ერთი-ორი კვილინიორი შეჭამე, მე ასე ვიქცევი ხოლმე. დაბრძანდით, გთხოვთ. შვილო, ეს მუხლები მკლავს. რა შემოგთავაზოთ? რა სინებებთ? მიირთვით, გთხოვთ. არა, მადლობა. შაქარმა რომ ამიწიოს, ორი კვირა ლუგინიდან ვერ ავდგები. ჩემოდანს ვალაგებ, მშობლიურ მხარეში მივდივარ. მინდა ზაფხულამდე იქ დავრჩე. ხელში ამომივიდა ეს პრობლემები. მართალი ხართ. გაისამდე ვერ ვნახავთ ერთმანეთს. ძალიან მომენატრებით. გასაღები თუ მოამზადეთ, შეგვიძლია სეიფთან მივიდეთ. ძნელია სიბერე. არ მახსოვს სად ჩავდები. აფსუს ჩემი ძველი მეხსიერება. გასაღები თუ სახლში დაგჭეთ, სეიფს ვერ გავხსნით. არა შვილო, ჩანთაში ჩავდე. კარგად მახსოვს. მოდით მოგეხმარებით. მეც ვნახავ. არა, ახლა ვიპოვი. აი ვიპოვე. ჩინებულია. მივიდეთ სალაროსთან. ყველანი კარგად მოემზადეთ და ყველას ნამუშევარი მომეწონა. თუმცა ამ კოლექციაში ერთი ნაშრომი განსაკუთრებული იყო. მიუგესი და ჰანდესი. გილოცავთ. გოგონები კაბებს შეკერავენ და დეფილესთვის მოემზადებიან. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ.
წასვლამდე ყავას ხომ არ დალევდით? არა, შვილო. რაც არ უნდა დავლიო, ცუდად მოქმედებს. ქალბატონო მაკბულ, ფიქრობ ერთი ცალი არაფერს გიზამთ. კარგი, მაშინ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. იმედია მომავალ წელს შევხვდებით. რა თქმა უნდა, თუ მანამდე არ მოკვდი. ერთი ორს გზისთვის ავიღებ. აიღეთ, რა თქმა უნდა. მადლობა, შვილო. თავს მიხედე. ორი კვირა იყო? თქვენ რა ერთად ცხოვრობდით? ხო. ესე იგი უკვე ხვდებით ერთმანეთს. ეგრე შუაშია ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ მეგობრები ვართ. ჩვენ შორის არაფერი ხდება. ასე რატომ გაწითლდი? არ გავწითლებულო, არაფერია. რაღაც მოხდა არა? მიდი მოყევი. კინაღამ დედა ჩემმა დაგვინახა. რას აკეთებდით? შხამს ვიღებდით. არ მითხარი, არაფერი ყოფილაო. არა, არც ყოფილა. დედა უეცრად მოვიდა და სააბაზანოში შევარდი. და სამალად. დედას რომ გონებოდა, თითქოს მე ვიღებდი შხამს. დასაკლავი ბატკანებით ვიდექი, ცხოვრებაში ყველაზე გრძელი 5 წუთი მქონდა. სამჯერ მოკვდი და ისევ გავცოცხლდი. საშინელება იყო. რა სიცინი? დედას რომ ვენახეთ და თანაც ამ მდგომარეობაში მართლა მომკლავდა. არც გაბედო, რომ ვინმეს უთხრა. ცუდად ხომ არ ხარ? ვის უნდა ვუთხრა? სეჩქენის მერე უკვე სხვა გყავს. არ იქნება ლამაზი. ვითომ რატომ? იტყვია რომ სეჩქენი სხვისი გულისთვის მიატოვე. მერე რა? რაც უნდათ ის უთქვიათ. მე ეს არ მადარდებს. სეჩქენი ბარიშის ფრჩხილადაც არ ღირს. აი რაშია საქმე თურმე. მოგწონს ეგ ბიჭი არა? კარგი. წავიდეთ. ლექციაზე გვაგვიანდება. ვითომ ყველაფერი იცი. კიდევ ბევრი გინდა? დავამთავრე. ბოლო SMS-ები მჭირდება. კარგი, ბოლოდან დავიწყოთ. Bolu SMS-i Eren'izden არის მოსული. Eren diye kayıtlı birisinden gönderilmiş. რა SMS-ია? მიდი გახსენი. Seni hemen უნდა görmem გნახო. lazım. Yarım saat შეგიძლია წუთში ამ მისამართზე მოხვიდე. მისამართი მიკარნახე. ჩაიწერე მისამართი. საფლარის ქუჩა. ნომერი 15. მერე დავიჭირე. მითხრა რომ ჭრეკას ფარული გამოძიებისთვის აწარმოებდა თუ რაღაც ასეთი, მაგრამ რამდენად სიმართლე არ ვიცი. გამოძიებისთვისაც რომ იყოს, არც ერთ პოლიციელს არ აქვს სახლში უნებართოდ შესვლის უფლება. ხო, ასეა. მაგრამ ისეთებიც არიან კანონი რომ ფეხებზე ჰკიდიათ. საინტერესო არ ასეძებდა. აი ამას. მეხსიერების ბარათს?
რაც მაგაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ასე გარისკა. ჯერ არ გინახავს? ვიფიქრე ერთად ვნახავდით. ეს მუსიკალური ზარდახშა ჯანეთ საჩელი ამაჩუკა. ალბათ მან დამალა ეს იქ. ჯანეტმა იცის ამის შესახებ. არა მგონია. მოდი ჯერ ლეპტოპში შევინახოთ ყველაფერი. ხო. ეს რა არის? რამდენი სახელია? ისინი რა ფარულად უღებდნენ ადამიანებს? ბაჰადურ მეტინერი? განა ეს ასლის მამაა. ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ეს არ გვინახავს. ცოლის მოღალატე კაცები. მეგრთა ბიზნესმენები. ამ ყველაფერს შანტაჟის სუნი ასდის. საფრთან სახლში ქურდივით რატომ შედიხარ? ამასვებისგან უნდა ვგებულობდე, სულ დაკარგე სინდისი. უფროსო ეს საქმე სჭირდებოდა სამხილის მოსაძებნად. რა სამხილზე მელაპარაკები? ადამიანი უდანაშაულოცნეს, მტკიცებულებები არსებობს, სასამართლო განაჩენი გამოტანილია. ჩვენ რა ამის საწინააღმდეგოდ მოვიქცეთ? მე ჭვიმოქვს უფროსო. ჭვიმოქვს რომ რას მელაპარაკები? მეტი რაღა გითხრა. აზრზე ხარ მაინც? აზრზე ხარ მაინც რას ლაპარაკობ? თავი ვინ გონია? იმიტომ კი არა რომ თავი ვინმე მგონია. კარგი, მაშინ გეტყვი. სწორედ იმ დროს გამოძრა. როცა ისევ იმას იმეორებს შესაქმნელო. ხოლო ჩვენი აზრების გამოსხვის სახში ვერ შევალთ. ამ საქმეში რაღაც გაუგებრობებია. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ისინი ამოხსნათ. სათქმელად ადვილია. შენ რა, გინდა კი ბოგამიჩინო. საიდან მოგდის ასეთი აზრები? კაცი მეგონე, კაცი. წადი შენი. უფროსო, ძალიან მრცხვენია. მრცხვენია? ეს მე მრცხვენია შენს გამო. ამ წუთიდან ამ საქმესთან აღარაფერი გაკავშირებს. სადაც გინდა იქ წადი. უფროსო, ძალიან გთხოვ. დიდ ბოდის ვიხდი. ფიცავ, ეს აღარ განმეორდება, გეფიცები. ილუსე რომ ამ ბიჭმა შენი საქციელი დაივიწყოს. თორე მერე ვეღარავინ გიშველის. აზრზე მოდი და ერთი ადგილი დააყენე. თუ არ დაიცოდე, იცოდე რომ აქედან მოგისვრი და ეს კარგად დაიმახსოვრე. ახლა კი დამეკარგე, საქმეები მაქვს. რამდენია? ადამიანებს შანტაჟს უწყობდა. რატომღაც არ მეკვირს. ის პოლიციელი. რა ქვია? გიუენი? მაგის ნახელავი ხომ არ არის? შეიძლება. მაგრამ შეიძლება რამეს სამხილსაც ეძებდა. გაუგებარია. აჩელიას რა აკავშირებდა ამასთან? სად იპოვა? იქნებ ვინმესთან იყო შეკრული. ალბათ ასე იპოვა.
ამ იდიოტს უყურეთ. ოდეს მე თავიდან მოგიშორებთ? ერთი დღე მაინც მეღირსება შენი სიფათი რომ არ დავინახო. სელენ, ახლა შენი თავი არ მაქვს. მელისა სახლშია? მელისა სახლში არ არის. აქ მოსვლას ჯობდა დაგერეკა. ტელეფონზე ველაპარაკებოდი და ტირილი მორთო. მე ელემენტი დამეჯდა. სელენ, რა ხდება? არაფერი. ვერ გავიგე რა უნდა. შენ არ გითხარი ამ გოგოსთან ახლოს მოსული არ დაგინახო მეთქი? მაინც აქ მოდიხარ? იქნებ დაგავიწყდა. სელენთან არაფერი მესაქმება. ჩემს საცოლეს ვეძებ. სამწუხაროდ, ჩემი უტვინოდის საქმროა. მართალია თითქოს დაშორდნენ, მაგრამ შევრიგდით. ახლა იქნებ მითხრა სად არის მელისა. ვერ გეტყვი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს. მელისა მე ანგარიშებს არ მაბარებს. შენს გამოსახეზეც კი არ მიყურებს. კარგი, ნუღარ წელავ, დაახვი აქედან. შენ ვისაგდებ და საიდან? მე ამ ოჯახის მომავალი სიძე ვარ. თითქმის ოჯახის წევრი. აი შენ ვინ ხარ? გონი კარგად ვერ გაიგე. ტოპრაკ, კარგი დამშვიდდი. ესე იგი ტოპრაკი შენ ხარ. კარი უნდა დავკეტო, წადი. კარგი, მივდივარ. მელისას უთხარი რომ დამირეკოს როსამავა. როგორც მიბრძანებ. შემოდი ებრუ. იდიოტი. მგონი უდრო-უდროს მოვედი არა? განა დაგვრჩა რომ ნორმალური დრო. ილგაზის დოზა დღესაც მიღებულია. სად არის ნოუთბუქი? მაგიდაზე არისო? მისმენე, გივენ. ის ტოპრაკი შენ რომ მეუბნებოდი. ახლა სელენთან არის. საიდან უნდა ვიცოდე ნახეს თუ არა? როგორ უნდა ავიღო გითხარი სახლშია მეთქი? კარგი. გამარჯობა. გაგიმარჯოს. წარმატებები. ერთ ადამიანს ვეძებ. დღეს დილით მაღაზიაში ხომ არ შემოსულა? წაბლის ფერტმიანი. 20 წლის ლამაზი გოგონა. რაში გაინტერესებს? მართლა სასწრაფო სიტუაციაა. ძალიან გამახარებ თუ ჩემს დახმარება შეძლებ. იყო ასეთი გოგონა. იყო გოგონა, თაროებს ჩამოუარა. არაფერი უყიდია და წავიდა. მაგრამ თქვენ რომ ეძებთ ის გოგოა თუ არა არ ვიცი. სურათი თუ თან გაქვს მაჩვენეთ. იქნებ მერე გითხრათ. სახეს ერთხელ დავინახავ და მერე აღარ მოვიწყდება. ფოტოთან არ მაქვს. მაშინ ბოდიში. ამბობთ რომ აქ
შენთვის სიურპრიზი მაქვს. ამ მისამართზე მოდი. ის გოგონას ამ წიგნს ათვალიერებდა. ახლა გავგიჟდები. სულ 2 წუთით დავტოვეთ. სად უნდა წასულიყო? კარიდან შემოვიდა და წაიღო. ეს გასაგებია, მაგრამ ვინ? თავში ერთი მომდის. გიუვენი? არა, ამას ვერ გაბედავდა. ერთხელ უკვე გაბედა. რომელი გიუვენი? პოლიციელი რომ არის? საინტერესოა, ელგაზის მოსვლა დამთხოვა იყო? რისი თქმა გინდა, აბა რა უნდა იყოს? იმ დღეს ჯესორმა ებროს რაღაც უთხრა. უთხარი ebro. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აჩელია და ელგაზი ნახა ერთად, როცა ისინი კამათობდნენ. ელგაზს რაღაც უნდა და აჩელიასგან. ვერ მორიგდნენ და ელგაზი წავიდა. მერე ჯესორმა უთხრა, რომ ელგაზი მისი შეყვარებულის მეგობარი ყოფილა. და რა? უყურეთ. ყველაფერი დავალაგოთ. აჩელია ელგაზს ალბათ რაღაცას პარავს. მერე ელგაზი მის დაბრუნებას თხოვს. აჩელია კი პასუხობს. მაინც როგორ გეშინიათ, ჩემი? დაუკვირდით. განა შენ გეშინიაო? არამედ თქვენ. მერე კი ელგაზი პასუხობს. შენ კი არა, შენს გამო გეშინიაო. ხო, აბა რა? როცა სახიფათო თამაშებზე საუბრობდა, ამ ვიდეოებს გულისხმობდა. ზუსტად ეს არის, აჩელია მისინი ელგაზს მოჰპარა. ო, მაგრამ ვიცი, მკითხავ გიუვენი რა შუაშიაო. გიუვენს და ელგაზს შორის რაღაც კავშირია. ან ელგაზმა დაიქირავა. ამ ვიდეოების მოსაძებნად. ან აჩელიას იდუმალი შეყვარებულია. გიუვენი. კარგი, რა სულ არ არის აჩელიას ტიპაჟი. თუ ელგაზი და გიუვენი თანამზრახველები არიან, იქნებ ზუსტად მათ მოკლეს აჩელია. დაფიქრდით. აჩელიამ მათი საიდუმლო შეიტყო, მოპარა მათთვის ძვირფასი რამ და ყველაფერი რომ არ გამჟღავნებულიყო. სელინ, დამშვიდდი. ეს მხოლოდ ვარაუდია. ვიცი. მაგრამ ჩვენ ვარაუდის მეტი არაფერი დაგვრჩენია. მალე მოსაღამოდება, ასლის ოჯახი ანერვიულდება. მხოლოდ შენ შეგიძლია ამას ხელი შეუშალო.
ებრო? შეიძლება შემოვიდე. რაღაც მინდა გკითხო. ო, რა თქმა უნდა, შემოდი. რატომ აიღეს სელინის ნოუთბუქი? დაგინახე, როცა გამოდიოდი ნოუთბუქით ხელში. სელინს უთხარი? არ მithქვამს. მინდოდა ჯერ შენ დაგლაპარაკებოდი. რატომ მოიქეცი ასე? რა კავშირი გაქვს ამ ვიდეოებთან? არა, მართლა არ მესმის. ნოუთბუქი იმიტომ წამოვიღე, რომ იქ ისეთი რამეებია ჯობს სელინმა არ იცოდეს. მისთვის ასე ეჯობებს. ვნახოთ რა სიტყვის სელინი ამას რომ გაიგებს. არა. შენ მას ვერ ეტყვი, ვერავის ეტყვი. მაინც რატომ ძვირფასო? იმიტომ რომ ეს ოჯახური საიდუმლოებაა. ოჯახური საიდუმლოებები არ მადარდებს. აჩელია, დედა გაგიჟდება. და რა? ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის შეცდომებზე. ვერაფერს იზამ. შენ რა ადამიანი ხარ? რაზე ფიქრობ? ეს ხომ დედა შენის არის. გიყოფა თავის მოკატუნება. შენ დედაზე კი არა საკუთარ თავზე ფიქრობ. რომ მამამ სახლიდან არ გაგაგდოს და ჯიბე გამოფხეკილი არ დარჩე. რა ცუდია რომ შენს ნამდვილ მამას არ უნდი ხარ. საბრალო ჯესური. რა უხეში ხარ. მაგრამ ნუ გეშენია. სულაც არ ვაპირებ ამ ინფორმაციის უფასოდ დარიგებას. ახლა კი გამატარე. ბიძია ფოლადი უნდა ვინახულო. მაინც რა არ უნდა იცოდეს სელინმა. ებრო, ამის ქმარ შემიძლია. შეეცადე გამიგო. ზოგიერთი რამს ჯობს საიდუმლო დარჩეს. ეს ჩვენ შორის დარჩება. მე შენ გენდობი. მობრძანდით. მასწავლებელო. ანდე, მოდი შვილო. მოხდა რამე? რა მოხდა? მინდა დამეთქვა რომ ასლი ამაღამ ჩვენთან დარჩება. თხოვა რომ გადმომეცა. აი თურმე რა, თვითონ რატომ არ მეთხრა? მგონი, ნაწყენია თქვენზე. არ სურს ლაპარაკი. უმერთა. ახლა სად არის? დარეკვაც არ შეუძლია? ელემენტი დაუჯდა. უნდა შევხვდე და ჩემთან წავალთ. რა სირს? რაღაც უცნაურად იქცევა. არც ისე უცნაურად. ვერაფრით ვერ ივიწყებს წყენას. მე მგონი ცოტა დრო სჭირდება, რომ ისევ გაუჩნდეს თქვენი ნდობა. თუმცა ეს თქვენზეც არის დამოკიდებული. მოკლედ, ამაღამ ასლი ჩვენთან იქნება. შემოგითვალოთ, რომ არ ინერვიულოთ. ანდე. უთხარი? რა გიპასუხა? არაფერი. დამთანხმდა. ეჭვი ხომ არ გაუჩენდა? არა. გაუბრაზდი. და ცოტა წავეუხეშე. მასწავლებელო. ასლის თავს მშვიდობაა? ნაწყენია და გაბრაზებულიც. სახლში წასვლა არ უნდა, მაგრამ თანდათან მომჯობინდება. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეც ვერ გავიგე. თვითონ რატომ არ ეუბნება მამამის? თქვენ რატომ გირეკავთ და არა მათ? ვერ გავიგე. არც ჩემთვის დაურეკავს, ხომ გითხარი ქუჩაში შეხვდით. დავინახე და ვკითხე თუ რატომ არ იყო გაკვეთილზე. მითხრა რომ მამას ეჩხუბა და მარტო დარჩენა უნდოდა. ელემენტი დაუჯდა.
და დარეკოს არ შეუძლია. და სად უნდა დარჩეს? არ ვიცი, უკვე დიდი გოგოა. მე ხომ არ ვეტყვი ამას. ხო, მაგრამ ანდე მომისმინე, დეტალები მე არ ვიცი. მეგობრები ხომ ყავს? მე წავა, კარგი? სელინ, უნდა შევხვდეთ. მაგარი ამბავი მაქვს ასლიზე. მაგას რაღა მოუვიდა. მიდი მითხარი, ნუ მაინტრიგებ. დიდი ბოდიში ტელეფონით ვერ გეტყვი. ერთ საათში ჩვენს კაფეში შევხვდეთ. კარგი, ნახვამდის. ოღონდ სახლიდან გამატრიოს. ჰანდე. კარგი, მაშინ მე წავა. ბოდიში. არა, ისე წასასვლელი ვარ. ჯანეტი 2 საათი ამირეკავს. მე არ ვპასუხობ. რატომ არ მოსწონს ჩვენი ურთიერთობა? არ სურს საყვარელი ადამიანების ხისთვის გაზიარება. უნდა რომ მხოლოდ ის უყვარდეთ და მას ეზრუნავდნენ. იმ ავარიის შემდეგ ძალიან გრძნობიარე გახდა. უნდა რომ სულ გვერდით ვყავდე. შენთვის ალბათ ძალიან რთულია. რთულია. მაგრამ იმ სირთულეს ვერ შეედრება, რომელსაც ის განიცდის. ავარიის შემდეგ პარანოია დაეწყო. ყველა სადანაშაულებდა ამაში. ძალიან გაბრაზებული ადამიანებზე. ჩემს გარდა არავის ენდობა. მისი თქმით ამაში შენს მიგიწვის ბრალი. მესმის რომ ეს სისულელეა. თუმცა მასაც ვუგებ. თუმცა შენ სხვა მიზეზების გამო არ უყვარხარ. ეჭვიანობს შენზე. რატომ? იმიტომ რომ იცის თუ რამდენად განსაკუთრებული ხარ ჩემთვის. იქნებ მათ შორის რამე ხდება? მაინც რა? გასაგებად გითხარი? ანუ, როგორ ვარ ხვდებით? რაღაც უფრო მეტი. ვიდრე მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაა. ანუ საყვარლები არიან? შანსი არაა, საიდან მოიგონე? რას ქვია საიდან?
ვინ უყვება მასწავლებელს თავის პირად ცხოვრებაზე? ეს რა გულახდილობაა? მასწავლებელი ერენიც დღეს რაღაც უცნაური იყო. თითქოს რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა. კითხი ამაღამ სად დარჩება მეთქი მითხრა არ ვიციო და მაშინვე გაიქცა. დაუჯერებელი ადამიანი ხარ, ჰანდე. ხომ გითხრა შემთხვევით შევხვდიოთ, რომ ელემენტი დაუჯდა. ასლის სახლის გარეთ საწავა. ვისთან თუ არა ჩვენთან? თუ სხვა ახლო მეგობრებიც ყავს, ვინც ჩვენ არ ვიცით. ო, მაგრამ შეყვარებულის არ ყავს, რომ მხოლოდ და გვეცოდინებოდა, თუ შენი შეყვარებული მასწავლებელი ადვილად ილაპარაკებ ამაზე. მე მგონი, მართალს ამბობს. დილით მასწავლებელი ჩემთან მოვიდა და ასლიზე მკითხა. სად წავიდა, როდის დავშორდით ერთმანეთს? მართლა უცნაურად იქცეოდა. თითქოს რაღაც ის ეშინოდა. მეც უცნაურად მომეჩვენა, ასე რომ ღელავდა მასზე. თუმცა ასეთი რამ აზრადაც არ მომცვლია. რა თქმა უნდა, ჰანდეს გარდა ვის მოუვა ასეთი რამ აზრად? გინდა იჯერა, გინდა რა. ეს ყველაფერი რომ გაცხადდება, ვნახოთ ერთი რა სიტყვი. კარგი. დავუშვათ მართალი ხარ, მერე ჩვენ რა? დიდი გოგოა. შეუძლია იმას შეხვდეს, ვინც მოსწონს. თანაც ჩვენი საქმე სულაც არ არის. თუ რა ხდება ორ ადამიანს შორის? ასე არ არის? კარგად ლაპარაკობ, ლამაზად. მაგრამ ის თუ გიფიქრია რა მოხდება მისმა მშობლებმა რომ გაიგონ ამის შესახებ. და სასწავლებელში რომ გაიგონ? გონია რომ მამამისიც შენსავით ილაპარაკებს? ელოდე. ბოლოს ის გულნატკენი დარჩება და მეც ამის მეშინია. აბონენტი მიუწვდომელია. საღამო მშვიდობისა ძვირფასო. გამარჯობა. უცნაურია, მთელი დღეა ასლის ვერ ვუკავშირდები. შეხომ არ იცი სად არის? მეგობართან აპირებდა დარჩენას. ანუ ელაპარაკე? არა, მისმა მეგობარმა მითხრა. ჰანდემ. მე მგონი ჰანდე ქვია. რატომ? ელემენტი დაუჯდა და ვეღარ დარეკა. ღმერთო. რა უცნაურია. ასლის დამტენი ყოველთვის თან აქვს. დილით ჩანთაში ჩადო. მართლა? იქნებ დაკარგა. კარგი, ნუღარი ნერვიულებ. როგორ არ ვინერვიულო? სულ მასზე ვფიქრობ, რამე რომ მოვიდეს. სუდზე ნუფიქრობ, რა უნდა მომხდარიყო. დაწყნარდი, კარგი? ბაჰადურ. ის ჩვენ რაღაცას გვიმალავს. რა აქვს დასამალე ჩვენგან? შენ რა ვერ ამჩნევ? ბოლო დროს ხშირად რჩება მეგობრებთან. თითქოს სახლში მოსვლა არ უნდა. თუ მოდის ხასიათზე არ არის. სიტყვას ძლივს ვათმევინებ ხოლმე. მერე კი თავის ოთახში იკეტება. მას რაღაც პრობლემა აქვს. და არ უნდა რომ ჩვენ გვითხრას. მე კარგად ვიცნობ ჩემ შვილს. კარგად ვიცნობ მას. რაღაცას გვიმალავს. ძვირფასო, ასეც რომ იყოს დაანებე თავი. თუ მოუნდება გეტყვის. ჩემო სიცოცხლე. მე ასე აღარ შემიძლია. სახლში მოვიყვან, წინ დავისვამ და დავალაპარაკები. ყველაფერი უნდა მითხრას. ძვირფასო, ძალიან უჩაეძიები. იქნებ დაწყნარდეს. დამშვიდდება. ჰანდესთან არის? ო, მაგრამ შენ აქ დარჩი. მე კი ასლი უნდა მოვიყვანო. გოგოება. მე უნდა წავიდე. მამა როცა რეკავს სახლში უნდა ვიყო. დედა ჩემი შემჭამს. მიდი. ჩვენ გადავიხდით. კარგი მაშინ. ნახვამდის. ნახვამდის. ბარიში. აი, ცნობილი ბარიში. აქამდე როგორ ვერ მოვახერხეთ გაცნობა. ნუ უყურებ და გვინახავს. ვითომ რატომ? განა მეგობრები არ ხართ? სახლის მეგობრებიც კი. ყველაფერი მაგით მორჩა. ხო? რატომ? თავი მოგაწყინა? სულაც არა. ძალიან საყვარელია. უბრალოდ დედა ადრე ჩამოვიდა. იძულებული გახდა წასულიყო.
არ მესმის, რატომ ემალები? დღეს აბაზანაში ვნახე. შიშველი? არა, სელინ, შარვალ კოსტუმით ბანაობდა. ძალიან სასაცილოა. ესე იგი ნახე. სულ შემთხვევით. უბრალოდ დედა ადრე დაბრუნდა. Hande, Ne haber? როგორ ხარ? ბარიშ, აქ რას აკეთებ? ვახშმობ, აი ამ მაგიდასთან. კარგი ბატონო. გემრიელად მიირთვი. მოგვიანებით შევხვდებით. გამარჯობა ბარიშ. რაღაცეები გამიგია შენზე. გავიცნოთ ერთმანეთი, მე სელინი მქვია. სასიამოვნოა. ჩემთვისაც, ჩვენთან დაჯექი. Yok ben არა, ხელს არ შეგიშლეთ. özel konuşuyorum. იქნებ რამე პირადულზე ლაპარაკობთ. არა, ასეთზე არაფერზე არ ვლაპარაკობთ. მარტო რატომ უნდა იჯდე? Tamam. კარგი, Ben çantamı ჩანთას ავიღებ და მოვალ. სელინ, ასე რატო გააკეთე? კარგი რა, და იყოს სიყვარული. ქალბატონო ემელ, ქალბატონო ასუმან ბოდიში ასე გვიან შეწუხებისთვის. როგორ გეკადრებათ, მობრძანდით? არა, არ შემოვალ. ასლეს წავიყვან და წავალ, ხომ თქვენთან არის? ასლი აქ არ არის? არ არის? ჰანდემ ბაჰადურს უთხრა, რომ ასლი ამაღამ თქვენთან დარჩებოდა. მაშინ ასეც იქნება. ჯერ ჰანდეც არ მოსულა. ესე იგი ერთად არიან. თუ გნებავთ, შემობრძანდით და დაურეკოთ. მადლობა. ბოდის გიხდით. როგორ გეკადრებათ? მობრძანდით. ბარიშ. გთხოვ პირს ნუ აწკლაპუნებ. გვერდით მაგიდაზეც ესმით. მე ვაზკლაპუნებ? ერთ სახლში როგორ გაჩერდით, რომ ერთმანეთი არ დახოცეთ? არა, კარგად გავუგეთ ერთმანეთს. Yani ben öyle ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. რა შვები? ბინა იშოვე? ვიშოვე. buldum. კი, გამოვართვი ფული? ვერ გამოვართვი, მაგრამ Yeni bir iş yaptım. სხვა საქმე გავაკეთე. Bayağı da güzel და para კარგი ფული გადამიხადეს. hallettim her şeyi. ყველაფერი მომაგვარე. კარგი მაშინ. გამიხარდა შენი ამბავი. სულთანო, შვილო, სად ხართ? ასლის დედა ამოსული, გელოდებით. მალე მოდით. ასლის დედაა ჩვენთან. ახლა მანდ არის? ხო. ასლი? ასლი ამაღამ ჩვენთან დარჩება. უნდა შევხვდეთ და ერთად მოვალთ. ის ჯერ არ მოსულა. უთხარი დედამისს, რომ ნუ დაელოდება. რადგან ცოტა შეგვაგვიანდება. ეს როგორ უნდა ვუთხრა? ნერვიულობს ასე როგორ წავა. კიდევ რა ჩაიფიქრეთ? კარგი რა დე. რა უნდა ჩაგვეფიქრებინა? სასწრაფო ტიპოვა ასლი და მოდით სახლში. ახლავე, გელოდებით. მშვიდობა? კი, მშვიდობა. მალე ასლეს შეხვდებიან და აქ ერთად მოვლენ. ყავას ხომ არ დალებთ? ნუ შეწუხდებით, გთხოვთ. რა შეწუხებაა? ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავთ. დავსხდეთ და ცოტა წავიჭორაოთ. კარგი მაშინ. როგორ ყავას მიირთმევთ? ნაკლებად ტკბილს.
ახლა რა უნდა ვქნათ? ჩვენი ტყუილი გამჟღავნდება. ჩვენი კი არა, შენი. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. და მე რა მექნა? უბრალოდ მოვიტყუე. მასწავლებელმა მთხოვა. ხო და წადი და იმას კითხე რა უნდა ქნა. ახლა სად ვიპოვო? მისი ნომერი ხომ არ გაგვეგო? მე არ მაქვს მისი ნომერი. მაგრამ თუ გინდათ, შემიძლია მის ამართი მოგცეთ. უფრო უკეთესი. მნიშვნელობა არ აქვს. მოგვეცი მის ამართი. რაღაც ელოდები. ასლი უნდა ვნახოთ. ვიტყუები ესე იგი ვარსებობ. რა სისულელეა? მასწავლებელა. გისმენთ? ასლი აქ არის? არა. აბა სად არის? თუ იცით გითხარით, მისი ოჯახი რაღაცას ეჭვობს. სად არიან ამდენ ხანს? კიდევ ერთხელ დავრეკავ. არ მპასუხობს. დილიდან თავში ცუდი აზრები მომდის. გული კარგს არ მიგრძნობს. არ გინდათ. ცუდს ნოიფიქრებთ. კიდევ დაველოდოთ. გზაში იქნებიან. ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? აი ასლი. მაგრამ მე არ ვიცი სად არის ეს ადგილი. ჩვენ რატომ არ გითხარით? ჩვენთვის მაინც გეთქვათ. SMS-ში რომელშიც მე მივიღე, ეწერა რომ არავისთვის არ უნდა მეთქვა. არც პოლიციისთვის, არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის. ვინ არის ესა? ვინ არის? რა უნდა თქვენგან? რამდენი ხნის ამბავია? ჩვენ არ ვიცით ვინ არის და რა უნდა. ეს აჩელიას სიკვდილის მერე დაიწყო. თავიდან იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ეს აჩელია იყო. მაგრამ ეს მისი დაკრძალვის შემდეგაც გაგრძელდა. სელინს რაც გადახდა იმის ბრალია. ტოპრაკი რომ ციხეში იჯდა ისიც. ჩვენ ვეძებთ მას. მაგრამ ვერ პოულობთ. პოლიციაში რატომ არ განაცხადეთ? ჩვენ არ შეგვიძლია. იმავე მიზეზით რაც თქვენ გაქვთ. ის ჩვენი ახლობლებით გვემუქრება. ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის. თქვენ როდის მოგწერათ მესიჯი? დღეს დილით. სანამ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებით, ასლი უნდა ვიპოვოთ, რადგან მას შეიძლება რამე დაუშავოს. ამის დაშვება არ შეიძლება. მე მხოლოდ ერთი მინიშნება მაქვს.
ვიტყუები ესე იგი ვარსებობ. ეს რას უნდა ნიშნავდეს? რისი თქმა უნდა ამით? სელინ, ფილმია ასეთი. მასში აჩელია თამაშობდა. Açeli oynuyordu hatta. Ben de oradan biliyorum. რაზეა? Kaçırılan გოგოს მოიტაცებენ, kızı bir yere ჩაკეტავენ, işkence edip აწამებენ და აღიარებინებენ, რომ ტყუილი თქვა. saçma sapan bir şey. ძალიან სულელური ფილმია. Tabii ya. რა თქმა უნდა, Burası ეს ზუსტად ის ადგილია. Şifre bu. ფილმიც მან გადაიღეს. მოიცა, დარწმუნებული ხარ? Değilim. არა, მაგრამ ძალიან გავს. Öyle olmalı. მგონი ის უნდა იყოს. რა ადგილია? Bilmiyorum. არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ გავიგოთ? ვისი გადაღებულია? Sinema ბიჭია ერთი, რა ქვია? neydi? მგონი Tunç. Tunci. Tunç'tu galiba adı. Tunç mu? თუნჯი? Ben tanıyorum. მე ვიცნობ მას. Müge'nin eski მიუგეს ყოფილი შეყვარებულია. ახლა საზღვარგარეთ არის. Müge'nin. მართლა? Evet. ხო, Ama ben მაგრამ იქნებ მიუგე მიცოდეს ეს ადგილი. მიდი დაურეკე. ახლავე. Alo. Mügeci. მიუგე როგორ ხარ? Canım benim. რაღაც უნდა გკითხო. შენი ყოფილი შეყვარებული. Hani senin şu eski boyfriend. თუნჯი, გახსოვს მაგის მოკლემეტრაჟიანი ფილმი? O bir kısa film çekmişti. აჩელია რომ თამაშობდა. ხო, მაგაზე გეუბნები. თუ იცი სად არის გადაღებული? ჩინებულია. ერთხელაც გამიმეორე. Yok öyle. არა, უბრალოდ გამახსენდა. Yani bir ერთმა ნაცნობმა მკითხა. anlatırım ben ya. ხო, ყველაფერს მოგიყვები. Sağ ol canım. მადლობა. Çok öpüyorum. მეც კოცნი. თქვენ სად გამოდიხართ? ჩვენც წამოვართ, არა, თქვენთვის არ შეიძლება. მაგრამ აქ დარჩეთ და ნამელოდეთ. თუ ერთ საათში არ დაბრუნდი, პოლიციას შეატყობინეთ. Evine gidin ailesine her şeyi anlatın. ასლი. 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 Ცა, 1, 5, 6.
ასლი. ასლი, როგორ ხარ? კარგად ხარ, ასლი? მოდი, წავიდეთ აქედან. ხელები მაღლა. აიყვანეთ. Alın oğlum. Alın. მიდი აიყვანეთ, ჩქარა. კომისარო, რა შეასახმე? ეზო და შენობა შეამოწმეთ. მიდი, სწრაფად. Açın oğlum. საბარგული ახადეთ. ასლი. მოიცადეთ. ერთი წუთით. ხომცოცხალია. მე არაფერი დამიშავებია. გეფიცებით, მე არაფერი არ დამიშავებია. კომისარო, ეს მე არ მიქნია. ცოცხალია ღვთისგულისათვის. მითხარით, ცოცხალია? მითხარით, კომისარო, ღვთისგულისათვის ცოცხალია? მითხარით, ცოცხალია თუ არა? სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.
Bana söz ver, bir yemin et, sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu, kimi suçsuz, tatlı küçük yalancılar. Bu gizli sırla dolu bir hikaye. Karanlık gözler var üzerimizde. O her şeyi biliyor, o her şeyi görüyor. Kim dost, kim düşman bir bilmece. Gece gündüz korku içinde. Bizden ne istiyor, bizden ne istiyor? Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver, bir yemin et, sakla mezara kadar.